დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ეს მინდა გესაუბროთ სახარების იმ ადგილზე, რომელსაც კითხულობთ ეკლესიაში მე-7 კვირიაკის ორშაბათს. ეს არის მათეს სახარება მე-16 თავის პირველი მე-6 მუხლები და მოუხდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი. გამოცდიდეს მას და ეტყოდეს, რაითა სასწაულის ზეცით უჩვენოს მათ. ხოლო თავადმან მიუგო და რქვა მათ, შენ რა იმწუხრდის თქვით, ყუდრო იყოს რამე თუ წითსა და განთიადს თქვით ზამთარ იყოს და რამე თუ ქსინავს მწუხარეთსა, ორგუნო პირის სამეცისა იცით ცნობათ, ხოლო სასწაული ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის ყოფათ. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძებს, სასწაული არ ეცეს მას, გარდა სასწაული იონა წინასმეტყველისა და დაუტევნა იგინი და წარვიდა. აი რა შეიძლება ეთქვა სამ სახარებასთან დაკავშირებით. მიდიან ფარისეველი და სადუკეველი იესოსთანო, ანუ ფარისეველი სადუკეველი ეს არის ის ადამიანთა კრებული, რომელსაც არ მიიღეს ქრისტე და ჯვარზე გააკრეს და ითხოვენ მისგან სასწაულს. და ქრისტეს პასუხი არის, რომ თქვენო უყურებთ ცასო და ხვდებით როგორი ამინდები იქნებაო, ხვალ და ერთისთვის მერეო და ასე შემდგომ. მაგრამ აქ კიდე სასწაულს ითხოვთო. ბოროტი და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულს და სასწაული მათ არ მიეცემათ. ნახეთ, ვინც ეძებს სასწაულს, მათ მაცხოვარმა უწოდა ბოროტი და მემრუშე მოდგმა. აი რა მინდა დღევანდელ რეალობასთან პარალელი გავავლოთ. ჩვენ ხშირად გაგვიგონია, გვითქვამს, რომ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა ვართ, რომ ასე მძიმე მდგომარეობა, მაგრამ არ გაქვს წირავს ღმერთი, ღვთისმშობელი დაგვიფარავს, წმინდა გიორგი დაგვიცავს, ასე შემდგომ. და პარალელურად ცხოვრობთ როგორ? თითი არ ვარტყამთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რასაც ვხედავ და რასაც აღვიქვამთ, რომ პრობლემებია, ის მოგვარდეს და ველოდებით, რომ სასწაულს გარდამოავლენს ღმერთი. ეს ასეთი ადამიანები არ განსხვავდებიან აქ მოყვანილი ადამიანებისგან, რომლებიც ეძებდნენ სასწაულს იესოსგან. სასწაული და ზეციდან მხარდაჭერა მოდის მაშინ, როდესაც შენ იბრძვი. როდესაც შენ მოქმედებ იმ უარყოფითის გამოსასწორებლად, რასაც თავად თვლი უარყოფითად. აი მაშინ გეხმარება ღმერთი. თორემ სხვა შემთხვევაში ღმერთი ჩვენ ძალას არ გვატანს. ჩვენ გვემართება ის, რაც ჩვენ გვინდა. აი ავიღოთ და გავიხსენოთ უძღების შვილის მაგალითი. როდესაც მამასთან მიდის, იგავი უძღების შვილის შესახებ. მამასთან მიდის და ეუბნება, რომ ჩემი წილი მომეცი და უნდა წავიდე შენგან. რა მამა უნდა და რო გაეშვა საკუთარი ძე, მამამ ხო იცოდა, აქ მამა იგულისხმება, ღმერთია მამა, ხო? თან არ იცოდა რა ბოლო ელოდებოდა მის შვილს, მაგრამ გაუშვა ის, რადგან ის მას თავად ითხოვდა გაშვებას და ღმერთმა არ გაუწია წინააღმდეგობა. ჩემო ძვირფასებო, თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ კაზინოებით იძარცვება ქვეყანა და არაფერს ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად. თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ღამის კლუბები იქნება, ბორდელები იქნება, თუ სხვა ირყმნება და ასეთო პროპაგანდით ირყმნება ახალგაზრდობა და არაფერს ვაკეთებთ ამის შესახებ. თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ ნარკოტიკები ისეა გავრცელებული, რომ გადაგვარებულია უკვე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი და არაფერს ვაკეთებთ ამის შესახებ. თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ სოფლები იცლება და არაფერს ვაკეთებთ ამის შესახებ და თან პარალელურად ვიცით, რომ ამის შემოქმედი არის თვითონ სისტემა, თვითონ ხელისუფლება, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ესა თუ ის კრიმინალური ძალები, რომლებსაც კრიშავს, ანუ ფარველობს ხელისუფლება. და ამ დროს შენ დგახარ ხელისუფლების გვერდით და პარალელურად ეძებ სასწაულს, არ იქავა სასწაული გარდამოუვა ჩვენზე და ჩვენ არ გადავშენდებით, არ დავიღუპებით. ჩვეულებრივად, როგორც თავად მაცხოვარი ამბობს, შენ ხარ ბოროტი და მემრუშე მოდგმა. არაფრით განსხვავდები მისგან. და მე კიდე დავამატებ, რომ ამაზე მეტი პარაზიტული, ამაზე მეტი პარაზიტული განცხადება, რაც შეიძლება იყოს მიდგომა საქმისადმი, რაც ამ სიტყვების მთქმელები ახორციელებენ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მერთმა მიმადლოს ჩვენს ერს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, ღმერთმა შეაყვაროს ქართველ საქართველოს. მადლობა მოსმენისთვის.